გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. მივესალმებით სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. დღეს ვნახოთ უახლოესი 10 დღის პროგნოზი. რა იქნება მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში? ვნახოთ ერთ ვარიანტზე, დროის სიმცირის გამო სამწუხაროდ ბევრ ვარიანტს ვერ შემოგთავაზებთ, გაშლაც იქნება ცოტა უფრო კომპაქტური, მაგრამ შევეცდები კიდევ აი უახლოეს დღეებში უფრო ბევრი ვარიანტი და ვრცელი გაშლა ჩაგიწეროთ თქვათ მარტისთვის პროგნოზზე. ვნახოთ ახლა დღეს რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ჯერჯერობით და მერე ვნახოთ პროგნოზი უახლოეს 10 დღეში როგორ განვითარდება სიტუაცია თქვენს თემასთან დაკავშირებით. რა ხდება აქ ჩემო კარგებო? როგორც ჩანს, სულ ცოტა ხნის წინ ვიღაცაზე თქვი თუ არიან რაღაცაზე ზურგში ქცევით გეხართ ადამიანთან ან რაიმე სიტუაციასთან შეიძლება დატოვეთ სამსახური, შეიძლება ზურგი აქციეთ ძველს მეგობარს, პარტნიორს, ოჯახის წევრს და ასე შემდეგ. და შეიძლება ეს იყო კიდევაც აი იძულებითი ფორმის იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ აქტიურად ჩაერთეთ თქვენს საქმიანობაში, სამსახურია, ბიზნესია, რაც თქვენ მატერიალურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს და საკმაოდ ესეთი წარმატებული პერიოდი იმისთვის, რომ სამომავლოდ კარგი კარიერა შეიქმნათ სულსმემავალი გეგმებით. და აი ეს სიტუაცია თითქოს ვიღაცას არ მოეწონა, ყურადღება მოაკლდა, გაგინაწყენდათ და შეიძლება არჩევანიც გააკეთეთ და აქ მოიაზრება ის, რომ საკმაოდ მძიმე არჩევანი შეიძლება იყოს. ან გიწევდეთ ახლა არჩევანის გაკეთება, უფრო ემართებული იქნება ესეთი ფრაზა კარიერას და ვიღაც პიროვნებას შორის. შეიძლება ერთი სამსახურიდან წასვლა მეორე სამსახურის გამო. ან ადამიანი, რომელსაც მეტ ყურადღებას ვეღარ უთმობთ, ვიდრე მას სურს და ამის გამოც თითქოს ულტიმატუმი წაგიყენათ ადამიანმა, ან მე, ან შენი სამსახური. არის ესეთი სიტუაცია, ხართ როგორც ჩანს მძიმე არჩევანის წინაშე, ან უკვე გააკეთეთ არჩევანი, აქ რაღაცა მონატრების, ნოსტალგიის ნოტებიც ჟღერს და შეიძლება უკვე ზოგისთვის არის პოსტფაქტუმ ეს მომენტი, ზოგი ახლა იღებს გადაწყვეტილებას, ანუ შევთანხმდით არჩევანი კარიერასა და პიროვნებას შორის, ან ორ სამსახურს შორის, შეიძლება კიდევ ცოტა სხვა ინტერპრეტაციითაც ეს თქვენ თვითონ მოარგეთ თქვენ სიტუაციას და ვნახოთ უახლოესი 10 დღის პროგნოზი, როგორი იქნება თქვენთვის რაიმე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირების გარეშე. ანუ ზოგადად პროგნოზი უახლოესი 10 დღის განმავლობაში რა იქნება თქვენს ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს უახლოესი 10 დღე ჩემო კარგებო თქვენთვის, რადგან მარტოსულად იგრძნობთ თავს, თითქოს უიმედობაც შეგიპყრობთ ჩემო კარგებო, აი ამ უფრო ვფიქრობ ამ სიტუაციასთან მიმართებაში, ტყუილად ეძებთ იმ ადამიანის მხრიდან გაგებას და თანადგომას, ვიზეც არის აქ ლაპარაკი, ვინც დაგაყენათ არჩევანის წინაშე, ან ულტიმატუმი წაგიყენათ, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეს იქნება თქვენი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, აირჩიოთ თქვენი ოცნებები, თქვენი ბედნიერება, თქვენი მომავალი და გააგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც ჩანს, რაღაც კარმულ სიტუაციაში აღმოჩნდით და ის ადამიანი, ვინც გაყენებთ არჩევანის წინაშე და ვინც გაიძულებთ, რომ ესეთი ულტიმატუმის ფორმით მანიპულირებაც ქვია ამას, როცა ადამიანს ულტიმატუმის წინაშე აყენებ, ულტიმატუმს უყენებ, ეს მანიპულირების ერთ-ერთი ფორმაა, ეს ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ ხედავ, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ დასკვნებს, მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში სამომავლოდ მოიტანს ძალიან დიდ სიხარულს, ბედნიერებას, კომფორტს, სულიერ სიმშვიდეს და იმის შეგრძნებას, რომ ხართ თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონი, თქვენ მართავთ სიტუაციას, თქვენ ხართ მეეტლი, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრების
და სურვილების ასრულების კარტი, ჩემოკარგებო, ძალიან კარგი პროგნოზი, აქ უკვე ყველაფერი ცხადი და გასაგებია, ვინც ხართ აი ამ სიტუაციაში, ვინც დაგაყენეთ ის ფაქტის წინაშე და წაგიყენეს ულტიმატუმი, ან მე, ან ეს სამსახური. ან რაღაცა ესეთი შეიძლება ცოტა სხვა რაღაც სიტუაციაც იყოს, მაგრამ თავარი მესიჯი აქ, თავარი ფრაზა არის ულტიმატუმი ვიღაც კონკრეტული პიროვნების მხრიდან. თუ კი თქვენ ირჩევთ თქვენს ინტერესებს, თქვენ საკუთარ თავს, არ წარმოეგებით ამ манипуляციაზე, არ გახდებით აი ამ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი, უფლებას არ მისცემთ ადამიანს, რომ შეაფერხოს თქვენი გეგმები, ჩაგიშალოთ გეგმები, წინააღმდეგეს თქვენს ინტერესებს და თქვენს მომავალს, მაშინ ძალიან დიდი ბედნიერება გელოდება და ერთმნიშვნელოვნად ასია, აქ არ არის ან, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია, ვიღაც აირჩევს ისევ პიროვნებას, მაგრამ ვფიქრობ, უმრავლესობა თქვენგანი, ვინც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა, აირჩევთ საკუთარ თავს და საკუთარ ბედნიერებას. არავის მისცეთ საშუალება და უფლება წაგიყენოთ პირობები, ულტიმატუმები და დაგაყენოთ არჩევანის წინაშე. თუ ადამიანები არიან თქვენს გვერდით, უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ, უნდა უხაროდეთ თქვენი წარმატება, თქვენი ბედნიერება, ის რომ ხართ შემდგარი პიროვნება, ძლიერი, წელში გამართული, რომელიც თამამად იყურება მომავალში და გარანტირებული აქვს ბედნიერება, მიგიღოთ ასეთი და თუ ვიღაცას რაღაც ეჭვიანობის მომენტები აქვს და თავის ეგოცენტრიზმი ვერ მოთოკა, ეს მისი პრობლემაა, ჩემო კარგებო და გისურვებთ წარმატებებს ამ საქმეში და წამოწყებაში.